ველამშვიდობისა, მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო. დღეს 10 ივნისია, ვიწყებთ თქვენთვის მაუწყებლობას ყოველშვიდობიან ბედნიერ და წარმატებულ დღეს გისურვებთ. მოგესალმებით ყველას, კახა მიქიაშვილი და ელისაბედ აბულაძე გაუძღვებით დღევანდელ გადაცემას. მეც გისურვებთ ყველას ბედნიერ და მშვიდობიან დღეს. ახლა საეკლესიო კალენდარში ვნახოთ და შევიტყვეთ რომელ წმინდანებს იხსენიებს დღეს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესია. 10 ივნისს წმინდა მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია მოიხსენიებს წმინდა ნიკიტა აღმსარებელს, ქალკედონელ ეპისკოპოსს, წმინდა მღვდელმოწამე ევტიქის, მელიტინელ ეპისკოპოსს, წმინდა მოწამე ელიკონიდას, წმინდა მღვდელმოწამე ელადი ეპისკოპოსს. დღევანდელი დღის მფარველი წმინდანების ლოცვით და მეოხებით უფალმა დაიცვას და დაიფაროს სრულიად საქართველო. ამინ. ელოცავთ ყველას დღევანდელი წმინდანების ხსენებას, ახლა კი გაგაცნობთ ანონსს და სტუმრების ვინაობას და თემებს, რომელზეც დღეს თქვენს ყურადღებას შევაჩერებთ. პირველი სტუმარი გვეყოლება სანზონაში მდებარე ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხარების ტაძრის მღვდელმსახურებ დეკანოზი გიორგი ბერაძე და ჩვენ ვისაუბრებთ თემაზე: ღმერთი და ადამიანი როგორც ღვთის ხატი და მსგავსი. ჩვენი ჟურნალისტი ნინო გელაშვილი იმყოფება ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრში, საიდანაც ჩაგვერთვება და მოგვიყვება ფოლკლორის ცენტრის პროექტის შესახებ, რომელმაც სხვადასხვა ანსამბლის სიმღერით და ქორეოგრაფიით გააერთიანა. ნინი გადაცემის მსვლელობისას ჩაგვერთვება პირდაპირ ეთერში, როგორც გითხარით. ასევე გადაცემის მსვლელობისას ვისაუბრებთ რიგით 21-ე საერთაშორისო საღდგომო ფესტივალის შესახებ და თემაზე სასაუბრო შემოგვიერთება ფესტივალის დამფუძნებელი ქალბატონი მანან ახვედელიძე და მისგან უფრო მეტ შევიტყობ თუ როგორია წლევანდელი ფესტივალის ფორმატი და პროგრამა. გალერეა ვანდაში მხატვარ თამაზ ვარვარიძის საიუბილეო თარიღისადმი მიძღვნილი გამოფენა გაიხსნა. გამოფენასთან ერთად გაიმართა მხატვრის შემოქმედების ამსახველი ალბომის წარდგინებაც. ექსპოზიციაზე უფრო დეტალურად ჩვენი სიუჟეტიდან გიამბობთ, რომელსაც გადაცემის დასკვნით ნაწილში ვნახავთ. ახლა ამინდის დროა, შევიტყოთ როგორი ამინდი გველოდება დღეს და დაგიბრუნდებით მოძღვართან ერთად. ერთხელ მოგესალმებით და პირველ სტუმარს წარმოგიდგენთ სანზონაში მდებარე ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხარების ტაძრის მღვდელმსახური დეკანოზი გიორგი ბერაძე. დილომშვიდობისა მამა გიორგი, მოგესალმებით, გაიხარეთ, მოგესალმებით ორებს. ღმერთი და ადამიანი, როგორც ხატება და მსგავსება. ღვთისა ჩვენ ვიცით, რომ ადამიანი შექმნილია ღვთის ხატად და მსგავსად. რას ნიშნავს, რას გულისხმობს ღვთის ხატება და მსგავსება?
რაში მივემსგავსებით, რა იგულისხმება ხატებაში, ეს ვფიქრობ მნიშვნელოვანი თემაა და ამაზე გვინდა დღეს ვისაუბროთ. ძალიან მართლაც მნიშვნელოვანი თემა არის თითოეული ქრისტიანისთვის და ფაქტობრივად ქრისტიანული ანთროპოლოგიის ქვაკუთხედი არის სწავლება ღვთის ხატებასა და მსგავსებაზე. პირველ რიგში ეს ორი მოცემულობა არ უნდა აგვერიოს ერთმანეთში და საიდან იწყება საერთოდ ღვთის ხატებაზე და მსგავსებაზე საუბარი. ეს არის დაბადების წიგნის პირველი თავის 26-ე მუხლი. გვქნეთ კაცი ხატად და მსგავსად ჩვენდა. პირველ რიგში, როდესაც ჩვენ ამ მუხლებს ვკითხულობთ, ხვდებით ადამიანის უდიდეს დანიშნულებას სამყაროში. ანუ ადამიანი იქმნება არა როგორც რიგითი ქმნილება, არა როგორც რიგითი განდიდება ღვთისა, ისევე როგორც მთელი სამყარო ჩვენ ხედავთ წმინდა წერილში, რომ მთელი სამყარო განადიდებს ღმერთს, მაგრამ ის იქმნება ბოლოს და ადამიანი იქმნება როგორც შესაქმის გვირგვინი. შესაბამისად ჩვენ თამამად შეგვიძლია ვთქვათ, მიუხედავად სხვადასხვა მეცნიერული წიაღისვლებისა, რომ ადამიანი არის შესაქმის გვირგვინი, მთავარი აქტორი სამყაროსი და ფაქტობრივად დამხმარე უფლისა სამყაროს მოწესრიგებაში, დამხმარედ გვევლინება სწორედ ადამიანი. მაგრამ, როდესაც ამ ორ საკმაოდ რთულ დეფინიციაზე ვსაუბრობთ, როგორიც არის ხატება და მსგავსება, აქ უნდა გამომდინარეობდეთ მათ შორის საერთო და მათ შორის განმასხვავებელ ფაქტორებს. ხატება პირველ რიგში ეს არის ის თვისებები ღვთისა, რომლებიც აირეკლა ადამიანში, რომლებიც ატარებენ ღვთის ხატებას, ღვთის, ასე ვთქვათ, იმ თვისებებს, რომლებიცაც შემკული არის ადამიანი. ეს არის ყოველად მოსიყვარულეობა, ეს არის შემეცნების უნარი, ეს არის სიბრძნე, ეს არის შემოქმედების უნარი და სხვა ის ნიუანსები, რომელიც ადამიანში დევს დაბადებიდან. და პირველ რიგში რაც ასევე უნდა აღვნიშნოთ, ღვთის ხატება ადამიანში არ ქრება, არ ზიანდება და არ ანულირდება. ეს არის მოცემულობა. ადამიანი როდესაც იბადება, ღმერთთან მიმსგავსების ხატების უბრალოდ თვისებები მაშინ მუდმივად არის. რაც შეეხება მსგავსებას, ეს არის ადამიანის ფაქტობრივად სამოქმედო არეალი. მსგავსება ეს არის ადამიანის მხრიდან გამოვლენილი ნება. ანუ ჩვენ კარგად ვიცით და დღეს ძალიან აქტიური საუბრებია დღეს რა, ალბათ ბოლო 3 საუკუნე ან 4 საუკუნე, მაგრამ მეტი არა, რომ თითქოს ადამიანის ნება მარტო რწმენაში გამოიხატება. და საქმე ის არის, რომ ადამიანის ნებელობის, ანუ აქტიური არჩევნის გარეშე, რომელსაც ადამიანი ყოველდღიურად და ყოველწამიერად აკეთებს და ეს არის გაცნობიერებული შედეგი რწმენისა თავისთავად. აუცილებელი არის მსგავსების საკუთარ თავში რეალიზება. მარტივად რო ვთქვათ, მსგავსება არის ეგრეთ წოდებული ფინიშის ხაზი, ხოლო ხატება არის ადამიანის პოტენციალი. ღვთის ხატება რო ადამიანში განვითარდეს, აუცილებელია რომ მსგავსება შევინარჩუნოთ და არ დავკარგოთ და რას ნიშნავს ეს? ჩვენი ნების გამოვლენას, ჩვენი მისწრაფებები, ჩვენი სურვილი, ჩვენი მცდელობა იმისთვის, რომ არ დავკარგოთ ჩვენში ის ღვთაებრივი თვისებები, რაც მოგვეცა. ანუ ხატება ეს პოტენციალი ნებისმიერ ადამიანშია, თუნდაც ურწმუნოში, თუნდაც დაცემულში, მაგრამ მსგავსებას ყველა ადამიანი სული ქრისტიანია, ტერტულიანა სიტყვებია. და აი გამომდინარე აქედან, რომ ხატება არის ყველა ადამიანში და ყველა ადამიანი ღვთის ხატად არის შექმნილი, როგორ უნდა ვუყურებდეთ ჩვენს, თქვათ, მოყვას ნებისმიერ ადამიანს, რომელიც შესაძლებელია მსგავსებას ვერ ავლენდეს უფალთან და თუნდაც დაცემულ მდგომარეობაში ყოფილიყო. განსაკუთრებით რელიგიური მწამსა თუ ეროვნულობის. წმინდა ჩემზე კარგად ამას გვიტყვის წმინდა პორფირი კავსუკალივიელი ეს რამეს ამბობს, რომ ყველა ადამიანში დაინახე ქრისტე. და აი ქრისტეზეც ალბათ ჩავღრმავდებით და უფრო საფუძვლიანად ვისაუბრებთ. ღმერთის განკაცება არის ზუსტი ნიშანი ღვთის სიყვარულისა, რომ ღმერთი გახდა ადამიანი, რომ ადამიანი გამხდარიყო ღმერთი. შესაბამისად, ჩვენთვის კიდევ უფრო გასაგები, კიდევ უფრო მარტივი, კიდევ უფრო შესაძლებელი გახდა, რომ ჩვენ ეს მსგავსება ღვთისა ამას გავუკეთოთ რეალიზება. თავდაპირველად ჩვენ ხო ვერ ვისარგებლეთ სამოთხის მდგომარეობაში ამით, ვერ ვისარგებლეთ, მაგრამ უფლის ყოვლად სიყვარულის გამო ჩვენ მოგვეცა საშუალება, რომ უკვე ღმერთი მოსული ადამიანად გამხდარიყო ჩვენი ხიდი ამ მსგავსების მისაღწევად. შესაბამისად, ყველა ადამიანი არის პოტენციურად
მადლის მიერად გამხდობის შესაძლებლობის მქონე. აი ამაზეც მინდა გვესაუბრა, მაგალითად თავად მაცხოვარი გეუბნება სახარებაში ყავით სრულად, როცა მამაი თქვენი ძეცათა სრულარს. ეს ცხადია შეუძლებელია ისეთი სისრული და ისეთი სრულყოფილება, როგორც ღმერთია, ხო? თუმცა ეს არის მოწოდება იმაზე, რომ მარადონა ვისწრაფოდეთ სრულყოფილებისკენ, განვითარებისკენ. განხრთობა, თუ ვიძახით, რომ ადამიანი შეიქმნა ხატად და მსგავსად, ესე იგი განხრთობა რას ნიშნავს? იმიტომ რომ ბევრთვის შეუძლებელია იყოს შესაძლებელია გაუგებარი იყოს, რომ ღმერთი ერთია და როგორ შეიძლება ყველა ადამიანი გახდეს ღმერთიანი, როგორ შეიძლება შენ გახდე ღმერთიანი განიფრთო. რას ნიშნავს ადამიანის სწრაფო განხრთობისკენ? ძალიან მნიშვნელოვანი არის სწავლება, რომელიც ტერმინოლოგიურად თქვენ თქვენ საუკუნეში წმინდა გრიგოლ პალამამ განავრცო, მაგრამ ეკლესიაში ეს სწავლება ყოველთვის იყო დამარხული. თეოზისი, ანუ განხრთობა ხდება მადლის მიერად. ადამიანი არ ხდება ბუნებით ღმერთი, ეს აბსოლუტურად გამორიცხულია და იქნებოდა ერესის ტოლფასი ამის მტკიცება. თუმცა რა თქმა უნდა, საღვთისმეტყველო კონტექსტში ოპონენტები აპელირებენ, რომ ჩვენ თვითონ ესე გვესმის მართლმადიდებლებს, მაგრამ მართლმადიდებლობა ეს არის პირველი საუკუნის ეკლესია ფაქტობრივად, რაც თავიდანვე რასწავლებაც მომდინარეობს ქრისტესგან და მოციქულებისგან და რა თქმა უნდა, მართლმადიდებლობის მთავარი ხაზი არის უცვლელობა და ამაზე არა მარტო მართლმადიდებლები, არამედ ის ადამიანებიც საუბრობდნენ, ვინც მანამდე სხვა დენომინაციებში იყო. რაც შეეხება საკითხს, რაც თქვენ დასვით, ძალიან მნიშვნელოვანია ამის გააზრება, რომ მადლის მიერად ღმერთად გახდომის საშუალება ჩვენ როგორც ვთქვით უკვე მოგცა უფალმა თავდაპირველად 60-ში ვერ ვისარგებლეთ ამ შანსით, ხოლო შემდგომ უკვე როდესაც ყოვლადწმინდა სამების მეორე პირი განკაცდა იესო ქრისტე, მან მოგცა საშუალება, რომ ამ განხრთობაში ჩვენ ინდივიდუალურად მივიღო მონაწილეობა. მარტივად რომ ვთქვათ, ეს არის სინერგიული პროცესი. მართლმადიდებელი ეკლესია არ ასწავლის არც იმას, რომ ღმერთს შეუძლია მხოლოდ თავისი ნებით აცხონოს ადამიანი. ანუ იგულისხმება, რომ ადამიანის ნებელობის გარეშე. მეორე მხრივ, ადამიანის ქმედებებიც, საქმეებიც აბსოლუტურად უძლურია. სხვადასხვა წმინდა მარკოზ ეფესელს, რომელიც საკმაოდ დავა ჰქონდა თქვა დასავლეთის ეკლესიასთან, მას ჰქონდა გამოთქმული სწორედ სწავლება იმის შესახებ, რომ მასო ვისაც გონია რომ გადარჩება საქმეები ძალიან ცდებოდა მთელი ნაშრომი აქვს ამაზე. ფაქტობრივად ეკლესიის ისტორიას თუ გადავხედავთ, მართლმადიდებლობაში არასოდეს ყოფილა მზაობა ადამიანისა, რომ ის თავისი მოქმედებები გადარჩება. და ამის ნათელი დადასტურება წმინდა მარკოზ ეფესელის ნაშრომია. მეორე მხრივ ესეთი აზრები ვითარდებოდა უფრო დასავლეთში და ამის საპირისპიროდ შემდგომში შეიქმნა რეფორმაციულ პროტესტანტული მოძრაობები 1517 წლიდან. მაგრამ მნიშვნელოვანი კომპონენტი აქ რაც არის, ეს არის მართლმადიდებლური სწავლების სწორი ჯანსაღი და ზომიერი დამოკიდებულება გადმოცემული მამებთან. სინერგია, რას ნიშნავს? ღმერთს აქვს გამოცდილი ხელი და ადამიანი ამ ხელს ჩაჭიდებს. გამორიცხულია ღმერთის ნების გარეშე ეს ყოველივე, მაგრამ ადამიანის თანამონაწილეობა არის მნიშვნელოვანი. და ეს ფაქტობრივად ადამიანისთვისაც ძალიან ბევრს ნიშნავს. თქვენ წარმოიდგინეთ, ჩვენ საკუთარი ნების რეალიზება ყოველდღიურად რო არ გვჭირდებოდეს და აი უფალმა უბრალოდ მოგცეს ჩვენ როგორც საშვი, სასუფეველი, ხო, აი რაღაც ერთჯერადად გამოვავლინოთ რამე და როგორც საშვი მოგვეცეს სასუფეველი. ადამიანის ნება და ადამიანის თავისუფალი არჩევანი და თავისუფლება, რაც ასევე მნიშვნელოვანი თვისებაა ღმერთისგან, დაკნინებული იქნება. ადამიანმა უნდა გამოხატოს, გამოავლინოს თავისი ნება სრული ღმერთთან ყოფნის. აი, დაახლოებით შეგვიძლია შევადაროთ, როდესაც ბავშვს, პატარა ბავშვს დავავალებთ რამეს, აი, წყალი მომიტანე. ხო, ჩვენ ხო შეგვიძლია რომ ის წყალი ჩვენით დავისხათ, ჩვენით მოვიტანოთ, მაგრამ მას უხარია. რატო უხარია? იმიტომ რომ ის ხვდება რომ მე რო ამას ვაკეთებ, ესე იგი რა კარგია, მე ჩემი მშობლისნაირი ხდები. ანუ მონაწილე ხდები ჩემი საკუთარი დიდობის. ამ შემთხვევაში ჩვენ მონაწილეები ხდებით გადარჩენის. და ეს ძალიან დიდია. გავიხსენე ძალიან ბევრი შემთხვევა ამის წმინდა წერილში არაერთი შემთხვევა არის. აი მაგალითად ადრეც მიხსენებია გადაცემაში, როდესაც განრღვეული მეგობრებს მოყავთ, 4 მეგობარს მოყავს განრღვეული და რეალურად რწმენა ამ შემთხვევაში გამოვლენილი იქნა თავად ამ უძლური ადამიანის და გამოვლენილი იქნა ასევე მეგობრების და მათი ქმედითი რწმენა, რა თქმა უნდა, რომ ახადეს სახურავის სახლს და ჩაუშვეს. და აი ეს არის მნიშვნელოვანი, რომ შენ შეგიძლია მონაწილეობა მიიღო ამ პროცესში. შენ უძლური ხარ, არაფერი შეგიძლია, მარტო
2000 წელი კაცობრიობა 4000 წელი ვერაფერი ვერ შეძლო, მაგრამ ღმერთის მეშვეობით ჩვენ შეგვიძლია რომ თეოზისის თანამონაწილეები გავხდეთ. მამა გიორგი, ჩვენ ვიცით რომ ყველაფერი ღვთის მიერ შეიქმნა და ადამიანი გვირგვინად არის შექმნილი, რაღაც ყველაზე აღმატებულ არსებად, ხო? და მხოლოდ ადამიანი არის ხატება და მსგავსება. სხვა არც ერთი სულიერი და არც სხვა ვერტის ხატება და მსგავსება არ არის. რამდენად მნიშვნელოვანია ამის გააზრება და დაფასება, რომ შენ შეიქმნი არ არსებობდნენ არარსებობაში, როგორც მე შემოგიყვანა, მოგცა თავისუფალი ნება და შექმნა ადამიანად, იმიტომ რომ სხვა უმრავი არსებობს, ხო? მათ შორის ცოცხალიც. თუმცა შენ ადამიანად გაშდი. ამის გააზრება, ამის დაფასება და ამის გათავისება. განსაკუთრებით ადამიანის შემთხვევაში, როცა ის ცდილობს რომ ეკლესიური იყოს, რელიგიური იყოს, ხა, როცა ადამიანს არ წამს ღმერთი, ეს კიდე სხვა თემაა, მაგრამ აი მაგალითად არის ხო 1000-ობით ადამიანი, ვინც თავს უწოდებს ან ცდილობს რომ ეკლესიურად იცხოვროს და ამაზე ფიქრი, ამაზე გააზრება და ამის შეგრძნება და მუდამ ამაზე ფიქრი, რომ ესე იგი მე ჯერ ერთი რამხელა პატივში ვარ ღმერთის მიერ აყვანილი ადამიანი ვარ და მეორე მხრივ რა პასუხისგებლობაც გამოჩნია. ქრისტიანობის უნიკალური მემკვიდრეობა ფაქტობრივად არის ის, რომ ჩვენ ღმერთის მონები კლასიკური გაგებით კი არ ვართ, არამედ ჩვენ ვართ ძეები. ძე გვიწოდა უფალმა და ასევე მეგობრები გვიწოდა. და ჩვენ ეს ძეობა, სხვადასხვა აი ძალიან ბევრი მამა განმარტავს ამას, რომ ჩვენ ძეობის შეგრძნება არ უნდა დავკარგოთ. მათ შორის, ოდესაც სოდვას ჩავდივართ, მათ შორის, ოდესაც რაღაც გვეშლება, რაღაც არ ვიცით, რაღაც არ გამოგდის. ჩვენ ახლა ვახსენეთ ასე ვთქვათ პოზიტიური ღვთისმეტყველება, ხო, რომ აი დავდივართ ტაძარში რაღაცას ვაკეთებ, მაგრამ მოდი ვთქვათ, რასაც ვერ ვაკეთებთ. კი ბატონო. ხო არის ძალიან ბევრი და უფრო მეტი რასაც ვერ ვაკეთებთ, ხო? მათ შორის მეც, მათ შორის თქვენს. აი სწორედ აქ უნდა გაჩნდეს შეგრძნება იმისა, რომ შენ ხარ ღვთის ხატი და ღვთის მსგავსი, შენში არის პოტენციალი ცხონებისა, პოტენციალი გადარჩენისა და პოტენციალი გამყრთობისა და შენი ოდნავი ნების გამოვლინება ყოველდღიური ოღონდ და დინამიკაში. და ერთია უნდა აღვნიშნოთ აუცილებლად, რომ წეგან თქვით საუბრის დასაწყისში ხატება ღვთისა, ეს არის სტატიკური უცვლელი მდგომარეობა, ხოლო ოდესაც უკვე ვამბობთ მსგავსებას, ეს არის დინამიური, ცვალებადი არის. ანუ არ არსებობს მსგავსება ღვთისა, რომელიც ერთ ადგილზეა გაყინული, ის მუდმივად ვარირებს. და რაღაც მომენტებში ჩვენ შეიძლება სწორ გზაზე ვართ, რაღაც მომენტებში ცოდვაში ვართ, მაგრამ მნიშვნელოვანი არის გააზრება იმისა, რომ ჩვენ ღვთისშვილები ვართ. როდესაც ეს გააზრება იქნება, მაშინ მივხვდებით, რომ ადამიანი პირველ რიგში პასუხისგებლობით არის ღვთის ხატა და მსგავსად შექმნილი და აღმატებულებას ნიშნავს, რა თქმა უნდა, მაგრამ მეორე მხრივ ვის ხატად და მსგავსადაც ვართ შექმნილები შეწევნად შესაბამისია. შესაბამისად ჩვენი ცდელობა მიმართული უნდა იყოს იქითკენ, რომ ჩვენ ბუნებრივ მდგომარეობაში დავბრუნდეთ. აი ხშირად ვისარგებლებ ეთერით და ოდესაც მეკითხებიან, აი ცოდვა ვიცით, ხო, ეხლა ამარტოს ცოდვა ნიშნავს მიზნიდან აცილებას, ხო, ეს ცნობილი ფაქტია ზოგადად. მაგრამ ხშირად მეკითხებიან ხოლმე, რომ გასაგებია, რომ ცოდვა არსებობს ღმერთის მიმართ ჩადენილი პირობითად. ნებისმიერი ხაზიადი შეიძლება იყოს მოყვასის მიმართ. აი რატომ არისო ცოდვა მაგალითად ხორციელი ხაზიადის, რომელიცაც საკუთარი თავის მიმართ ჩავდივართ, რა მოხდა, ხო არავის ვაზიანებს. ხო არავის არ ვაზიანებს. ხო არავის არ ვაზიანებს. აი ზუსტად აქ არის რომ ჩვენ რა კი ღვთის ხატად და მსგავსად ვართ შექმნილები და თავად მაცხოვარი სახარებაში ბრძანებდო ტაძარი ხარ სულიზად. ანუ ჩვენ ფაქტობრივად ღვთის ხატებას ვაზიანებთ. რა გაგებით იცი ჩვენ მადლისმიერი ღმერთობის პერსპექტივას ვკლავთ ამით ვახშობთ და მარტივად რო ვთქვათ ჩვენ რაღაც ცოდვას რო ჩავდივართ კი არ ღმერთი კი არ გვსჯის და თიც კი არ გვიქნევს და ჩვენ შორდებით იმ ბუნებრივ მდგომარეობას ჩვენ ვიცით რომ არსებობს ფიზიკური კანონები არსებობს სულიერი კანონები და როდესაც მაგალითად ადამიანი ფიზიკურად ან ელექტროენერგიას შეეხება ან სიმაღლიდან გადმოვარდება ის გრძნობს ამ შედეგებს მაგრამ როდესაც ადამიანი სულიერ არასწორ ამას აკეთებს ის ზიანდება სულიერად. ხო, მაგალითად, ცეცხლიო დამწვავს, ვიცი, მე ცეცხლი შევყობ ხელს, ცეცხლის გველი კი არა. რა თქმა უნდა, არამედ ჩემი და აი ანთროპოლოგიურად ძალიან მნიშვნელოვანი არის იმის გააზრება, რომ ამ ყველაფერში ჩვენ, როდესაც თითქოს ჩვენთვის აბსოლუტურად ბუნებრივ რამეს ვაკეთებთ, ჩვენ შორდებით ჩვენს ბუნებრივ მდგომარეობას და ჩვენი ბუნებრივი მდგომარეობა, სწორედ რაც თქვენ აღნიშნეთ, ეს არის
შესაქმნის გვირგვინად ყოფნა და ღვთის ხატად და მსგავსად ყოფნა. მარტივად მადლისმიერი ღმერთობა. არც ერთ ვიმეორებ, არც ერთ რელიგიურ დოქტრინაში თუ სხვა მიმდინარეობაში ყველას დიდი პატივისცემა ასე ახლოს ღმერთი და ადამიანი არ არის. დიახ. მამა გიორგი, აი რა უშლის ადამიანს ხელს ღვთის მსგავსების გამოვლენაში, ანუ იმ პოტენციალის გამოვლენაში, რაც მასში ბუნებითად არის ღვთისგან ჩადებული. ერთი რამე მარტო მამები, მარტო ერთი რამე. ამპარტაუნება. მარტო ერთი რამე. ანუ ესეთი მარტო ერთი რამე. დიდი და მნიშვნელოვანი მარტო ერთი რამე უშლის ადამიანს. ანგელოს როგორ გახდა ეს? ყველაფრის რეალიზება, აი წმინდა პაისი და თავის ცხოვრებით და თავის გადაგებით ყველაზე ადვილია ღვთის სიყვარულის და ცხონების მოპოვება სიმდაბლის გზით. ის თავადაც იყო ამის მაგალითი და მთელი ეკლესიის ისტორია. წმინდა პაისის იმიტომ ვიხსენებ, რომ ხალხმა იცის, თორე ძალიან ბევრი მამა. სიმდაბლის გარეშე სამწუხაროდ შეუძლებელია ნებისმიერი სათნოების რეალიზება და ამას თავად ეკლესია გვასწავლის 2000 წელია. და თავად მაცხოვარი ისწავლეთ ჩემგან, ამიტომ შვილორდამ დაბოლოებული. დიახ, ანუ ეს სიმდაბლე როგორ ვისწავლოთ, უფლისგან უნდა ვისწავლოთ. რა თქმა უნდა. კაცობრიობის შემოქმედი მოვიდა თითქოს როგორც უბრალო ადამიანი, რომელსაც ადგილიც კი არ ქონდა, რომ თავი შეეფარებინა. მამა გიორგი, აი თქვენ ახლა კარგი ასპექტები და კარგი აქცენტები გააკეთეთ იმაზე, რომ ეს მსგავსება ესეა, ხო, ხან იმატებს, ხან ნიკლებს, ზოგადად ჩვენი ცხოვრება ესეა. და ასევე თქვი და უყურია ის თუ ჩვენ გვწამს ღმერთის, უნდა გვწამდეს მის სიტყვის და ჩვენთვის ნებისმიერი ადამიანი მიჩნდება, ეს არის ღვთისგან გაჩენილი და ყველაში უკვე პოტენციურად როცა იბადება არის ხატება და მსგავსება. კიდე ერთხელ განურჩევა შემდგომის რა გზას თუ რა რელიგიას თუ რა ეროვნებას ჩას ეს უკვე რო იბადება უკვე ეროვნება აქვს. მაგრამ ხო არსებობს ხოლმე ალბათ ფიქრები, რომ აი ჩვენ შეიძლება განვიკითხოთ, რომ ეს როგორ არის ღვთის ხატება თუ მსგავსება, თუნდაც იმიტომ რომ არ არის მართლმადიდებელი, ესე ცხოვრობს, ამას აკეთებს და ჩვენ წვეთ. აქვე ვიცით რომ ჩვენ ღმერთი, ამას ივანე მოციქულიც გვასწავლის და სხვა წმინდანები და ეკლესია გვასწავლის, რომ ყველა ადამიანში უნდა ვეძებოთ ღმერთი, ყველა ადამიანში უნდა ვეძებოთ ღვთის ხატება. რას უნდა მივაქციოთ ყურადღება, როგორ უნდა მივხვდეთ, აი როგორ უნდა რას შევხედოთ ყველა ადამიანში ქრისტიანო თქვენ ბრძანეთ ხო მოიყვანეთ ასე ვთქვათ ფრაზადა. არა და პირიქით გვემართება ჩვენ და ეს როგორ შეიძლება ღმერთი გავდეს და აი გამპარტოვნება ეს რომ ამას რო იძახი ესე იგი მე იმაზე მეტი მგონია ჩემი თავი. კი. ძალიან კარგი აქცენტია, ახლა ნახეთ, ყველა სათნოება არის მიზეზშედეგობრივი და ყველა ვნებაც არის მიზეზშედეგობრივი. ამას წმინდა იოანე სინელი კარგად აღწერს. აღარ მოყვები დეტალურად რა ცოდვა რა სიწვევს, მაგრამ როდესაც რატომ არის ამპარტავნება დედა ყველა ცოდვისა? როდესაც ადამიანი არის ამპარტავანი, აპრიორი ამპარტავანი ადამიანი განეკითხავს სხვას. განკითხვა რაში მდგომარეობს? რატომ განეკითხავს? მე შენზე უკეთესი ვარ. როდესაც მე ვიტყვი რომ მე კახაზე მაგარი ვარ, ანალოგიურად, ავტომატურად უფალი თავის წყალობას მაკლებს, ხო ხარ მაგარი? იყავ მაგარი, მიხედე და მე ვეცემი. ეს შესაბამისად ჩემი პირდაპირ მიზეზშედეგობრივი კავშირი ჩემი ამპარტავნების არის ღმერთსგან დაშორება. მეორე მხრივ, როდესაც მე ყველა ადამიანს უყურებ როგორც პოტენციურად, არა როგორც თანაბარს ჩემთან, არამედ ჩემზე უკეთეს. ეს არის მამების მიდგომა პიროვნულად. ანუ ნახეთ, ჩვენ უნდა გავარჩიოთ ერთმანეთსგან, თქვათ, იქ რელიგიური კუთვნილობა, უნდა გავარჩიოთ ერთმანეთსგან სოციალური რაღაცა ცოდვითი კატეგორიებში ცხოვრება. აბსოლუტურად ქრისტიანისთვის არ აქვს მნიშვნელობა ვინ დგას მის წინ. თუ ის არის ადამიანი. აქ ეკლესიის შეგნებულ მტრებზე არ საუბრობ, როდესაც სარწმუნოებას ეხება საქმე. აქ საუბარი ადამიანის პირად თვისებებზე, პირად ცხოვრებაზე, ასე რომ ვთქვა. სწორედ ამიტომაც არის, როდესაც ოპონენტები აპელირებენ, რომ ჩვენ აი ცოდვილებს დევნით, ეს ტყუილია. ჩვენ გვეზიზღება ის, რაც კლავს ადამიანს, რაც ანადგურებს ადამიანს. აი სიყვარული რა უფრო არის? კახა ან ელისაბედ, თქვენ რომ დაგინახოთ, რომ რაღაცა ისეთ წამალს იღებთ, რომელიცაც შეიძლება დაზიანება მოგიტანოთ და გითხრათ ვარდალიო, თუ რო გითხრათ რომ მიირთვი, არ არის პრობლემა. ეს არის სწორედ თავარი პრინციპი ადამიანის. შესაბამისად, ყველა ადამიანში არათუ პოტენციურად არის, ყველა ადამიანში არის ღვთის ხატება. მაგრამ ის ახდენს თუ არა ამის რეალიზებას, აი ეს არის თავარი პრინციპი. ჩვენი განსჯის ობიექტი არ უნდა იყოს. ყველა ადამიანის გულში ეს მეტანოია, რა თქმა უნდა. ყველა ადამიანი, რადგან ჩვენ არ ვიცით რა ხდება ადამიანის გულში და ჯვარცმული ავაზაკის მაგალითზე ხვდებით, რომ ადამიანის ფერისცვალება და მეტანოე ყოველთვის ბაგეებით არ გამოიხატება. ვის რქვას მე უფალო. ამას რატო ამბობს მაცხოვარი, რომ
უკუ პერსპექტივითაც არის. შენ თუ გონია რომ ვინც უფალს ახსენებს ყველა გადარჩება, ავტომატურად ნიშნავს რომ ვინც უფალს არ ახსენებს. მაშინ ყველა დაწყვეტა. ხო. ვინც უფალს არ ახსენებს, ჩვენ არ ვიცით რეალურად იქ რა ხდება. რა პროცესებია მის გულში. ამიტომ ეს ბეწვის შემთხვევა ხო გვახსოვს თვალში, საკუთარში ძიება და სხვაში პოვნა. პრინციპი ადამიანის ცხოვრებისა არის ის, რომ საკუთარ თავზე აქცენტირდეს, როცა ნაკლის პოვნა ცდილობს და მოყვასზე აქცენტირდეს, როცა ვინმეს დახმარება ცდილობს. ჩვენ პირიქით ვაკეთებ. საკუთარ თავზე ეხმარები და სხვების გამოსწორებას ვცდილობ. ესეც ამპარტაუნება, ხო? მამა გიორგი, აი თქვენ სინერგიაზე გააკეთეთ აქცენტი და ნუ ბუნებრივია აქ პირადი ღვაწლის გარეშე გამორით ესეც აღნიშნეთ, რომ აუცილებელია პირადი ღვაწლი. აი რა მოიაზრება პირად ღვაწლში, პირად მონდომებაში, გამხრთობის გზაზე, ეს საინტერესო არის. აქ ალბათ არა მხოლოდ ქრისტიანული წესების, რელიგიური წესების გარეგნული აღსრულება და აი თქვათ იგივე რაზეც საუბრობდით, რომ მოყვასი არ უნდა განიკითხო და ღვთის ხატება სხვაში არ უნდა შეურაცხყო, აქ ალბათ ძალიან მნიშვნელოვანი არის. ძალიან ფაქტობრივად ჩვენ ძალიან კონკრეტულად გვაქვს წარმოჩენილი წმინდა პავლე მოციქულის მიერ შემდგომში, მაგრამ სახარებაში თავად მაცხოვრის მიერ ჩვენი ზოგადად საქმეების, ანუ სჯულის საქმეებზეა საუბარი და გარეგნულ სიკეთეებზე უსუსურობა ჩვენი გადარჩენის საქმეში. მაგალითად, გვაქვს შემთხვევა მეზვერისა და ფარისევლისა. მეზვერე ლოცულობს ერთი მარტივი ლოცვით, ხოლო ფარისეველი ლოცულობს თავი მოაქვს თავის საქმეებით, მაგრამ მისი ლოცვა პირველ რიგში ამპარტაუნულია, მეორე რიგში გამკითხველია და მესამე რიგში თვითკმაყოფილია. შესაბამისად, ამ თვისებებით შემკული ადამიანი, მოდი ვთქვათ, ვერ შეძლებს ნებისმიერი თავისი ქმედებით ღმერთთან იყოს. მეორე მხრივ, როდესაც ჩვენ გულისხმობთ საქმეებს, ესე კონკრეტულად დეფინიცია ჩვენ რო ვთქვათ, მართლმადიდებელ ტრადიციაში არც არავის არასოდეს როგორც ვთქვით, არ უთქვას, რომ რაიმე ქმედება იწვევს უკუქმედებას, ანუ ქმედება სიკეთისკეთებისა იწვევს ავტომატურად ცხოვრებას, არა. ჩვენი ყოველდღიური ცხოვრება, როგორც შედეგი ჩვენი რწმენისა, ჩვენი ჭეშმარიტი რწმენისა, შედეგი და ჩვენი მხრიდან გამოდენილი ნება სიმდაბლით არის გზა იმისა, რომ ჩვენ ღმერთთან ვიყოთ. მარტივად რო ვთქვათ, აი ძალიან მარტივად გავამარტივოთ საბაზრო დონეზე, ჩვენ ვაღიარებთ საკუთარ უძლურებას, ვაღიარებთ, რომ რაც არ უნდა გავაკეთოთ ჩვენი საკუთარი ძალებით, გამორიცხულია რომ ცხონება მოვიპოვოთ, გამორიცხულია, მხოლოდ და მხოლოდ გვაქვს უფლის იმედი. ანუ ჩვენ მოქმედებთ იმ იმედით, რომ უფალი ჩვენ აი ამ მდგომარეობას შეეწევა, უწამლის და თავისთან ჩაგვიხუტებს. აი ეს არის ქრისტიანული პერსპექტივა. და თუ ვიაზრებთ აი შეჯამების კუთხით რო წავიდეთ, თუ ბოდიში აი ერთ იმას მისახარებიდან ვიყო იმ ადამიანის სიტყვები, რომელსაც როდესაც ვაჟის განკურნებაზე მიდგა საქმე, წამს უფალო შეეწია ჩემს ვურწმუნოებას. ჩვენ თუ ვიქადით ჩვენი რწმენით და თავი მოგვაქვს, ეს უკვე ამპარტაუნება და ამპარტაუნება ავტომატურად ჯოჯოხეთია. როდესაც შენ ამბობ, რომ მე კი მწამს, ანუ მე კი მინდა გამოვავლინო, მაგრამ ეგეც არ შემიძლია. ჩემი რწმენა ქმედითი არ არის. გთხოვ შემეწი. აი ეს არის პერსპექტივა ქრისტიანული ცხოვრების. და ბოლო კითხვა ერთად მინდა შევაჯამოთ, ის დავიწყეთ, რომ ჩვენი თემა არის მსგავსებად ხატება ადამიანი როგორც ღვთისა. ჩვენ თუ ეს თეორიულად მაინჯერა, იმიტომ რომ შეიძლება ბოლომდე რაღაცებს ვერ ხვდებოდეთ, მე კიდევ ერთხელ საუბარი მაქვს განსაკუთრებით ნაწილზე, რომელიც თulistlავს რელიგიურად და ყოველ შემთხვევაში უნდა რაღაც ცნობიერებული იყოს და ჩვენ ერთის მხრივ მივაგებთ, ვადიდებთ ღმერთს სიტყვის მაინც და პატივს ვცემთ ღმერთს, მაშინ რამდენად გმართებს ჩვენი სულის, ჩვენ სულზე ზრუნვა იმ განზრახავთ იქნება ჩვენ სხეულზე იმ მოტივით რომ ეს არის ხატება, ეს არ არის მხოლოდ ჩემი საკუთრება, ეს არ არის მხოლოდ მე რაც მინდა გავუკეთე ამას, იმიტომ რომ ღმერთი გვეუბნება რომ ჩემი ხატება და მსგავსება ხარ და სულის მე ჭურჭელი ხარ. მაშინ რამდენად გვევალება ისევე ზრუნვა სულზეც და იქნება სხეულზეც, როგორც პატივის ცემა ღვთისადმი. ძალიან მარტივად რო ვთქვათ, რეალურად ჩვენ კი არა გვევალება, ჩვენ გვჭირდება ეს. სხვანაირად ჩვენ ვერ რეალიზდებით როგორც მადლისმიერი ღმერთები. რეალურად ჩვენი პოტენციალი, ჩვენი სათნოები, ჩვენი ღმერთთან ყოფნის, ჩვენი ნებისმიერი გამოვლენების, ნებისმიერი ნიშანი იმისა, რომ ჩვენ ღვთის ხატი და მსგავსი ვართ, შეიძლება ჩვენ ვართ, მაგრამ ნიშნებს ვერ ვავლენთ, იმიტომ რომ ესეთ აგონიურ მდგომარეობაში ვართ. ეს გვჭირდება ისევ ჩვენ და ჩვენში უკვე სული წმინდა იწყებს ასეთ დროს მოქმედებას და ის ყველაფერი რაც აღსრულდება, რა თქმა უნდა, ღვთის მიერ აღესრულება. ამიტომაც გისურვებთ თქვენს და პირველში ჩემ თავს, რასაც ახლა ამდენს ვლაპარაკობ,
ცხოვრებაშიც შეძლო ამის რეალიზება. მადლობა. ძალიან დიდი მადლობა. მადლობა მამა გიორგი, სანზონაში მდებარე ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხარების ტაძრის მღვდელმსახური დეკანოზი გიორგი ბერაძე გვესაუბრებოდა. ლოცვის დროა, ერთად მოვისმინოთ ლოცვა 9 საათზე და დავუბრუნდებით პირდაპირ ეთერში. დიდება მაღალთაში ნომერცა ამოუჩვენო, რომელი ხარ ცათაშინა, წმინდა იყავ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავ ნება შენი, ვით არცა ცათაშინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა, პური ჩვენი არსობისა, მომეც ჩვენ დღეს და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენი, ვით არცა ჩვენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა. და ნუ შემიყანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსნენ ჩვენ ბოროტისაგან. რამე თუ შენი არს სუფევა, ძალი და დიდება, მამისა, დაძისა და წმინდისა სულისა, აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ. მიწყალე მე ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა ახოცე უჯულოებაი ჩემი. უფროს განბანე მე უჯულოებისა ჩემისაგან და ცოდვათა ჩემთაგან გამწმინდე მე. რამე თუ უჯულოებაი ჩემი მე უწყი და ცოდვაი ჩემი წინაშე ჩემსა არს მარადის. შენ მხოლოსა შეგწოდე და ბოროტი შენ წინაშე ვყავ, რათა განმართლე სიტყვათაგან შენთა და ზლოს ჯასა შენსა. რამე თუ ესე რა უჯულოებათა შინა მიუდგა და ცოდვათა შინა მშამე დედამან ჩემო. რამე თუ ესე რა ჭეშმარიტება შეიყვარე, უჩინონი და დაფარონი სიბნისა შენისანი გამომიცხადენ მე. მასხურო მე უსუბითა და განწმინდე მე. განბანო მე და უფროს თოვლისაგან სპეტაკნე. მასმინო მე გალობაი და სიხარული და იხარებდნენ ძვალნი დამდაბლებულნი. გარე მიაქციე პირი შენი ცოდვათა ჩემთაგან და ყოველი უჯულოებაი ჩემნი ახოცე. გული წმინდა დაბადე ჩემთანა ღმერთო და სული წრფელი განმიახლე გვამსა ჩემსა. ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულსა წმინდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან. მომეც მე სიხარული მაცხოვარებისა შენისა და სულითა მთავრობისათა დამამტკიცე მე. ვასწავლე უჯულოთა გზანი შენი და უღმრთონი შენ და მოიქცენ. მიხსენ მე სიცხთაგან ღმერთო, ღმერთო ცხოვრებისა ჩემისაო. იხარებდეს ენა ჩემი სიმართლესა შენსა. უფალო, ბაგენი ჩემნი აღახვენ და პირი ჩემი უთხრობდეს ქებულებასა შენსა. რამე თუ უკეთუმცა გენება, მსხვერპლი შემცა მეწირა, არამედ საკვერთხი არ აგთნდეს. მსხვერპლი ღმრთისა არს, სული შემოსრული, გული შემოსრული და დამდაბლებული ღმერთმან არა შეურაცხყოს. კეთილი უყვა უფალო ნებითა შენითა სიონსა და აღეშენენ ზღუდენი იერუსალიმისანი. მაშინ გთნდეს მსხვერპლი სიმართლისა შესაწირავი და ყოვლად დასაწველი. მაშინ შესწირნენ საკურთხეველსა შენსა ზედა ზვარაკნი. დიდება მამასა და ძესა და წმინდასა სულსა, აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ. ალილუია, ალილუია, ალილუია. დიდება შენ და ღმერთო. ალილუია, ალილუია, ალილუია. დიდება შენ და ღმერთო. ალილუია, ალილუია, ალილუია. დიდება შენ და ღმერთო ჩვენო, დიდება შენ და. ღვთისმშობელო ქალწულო გიხაროდენ, მიმადლებულო მარიამ უფალი შენთანა,
კურთხეულ ხარ შენ დედათა შორის და კურთხეულ არს ნაყოფი მუცლისა შენისა, რამე თუ მაცხოვარე გვიშევ სულთა ჩვენთა. უფალო დიდება შენ და გადაარჩინე და გამთლიანე საქართველო. უფალო დიდება შენ და გადაარჩინე და გამთლიანე საქართველო. უფალო დიდება შენ და გადაარჩინე და გამთლიანე საქართველო. მოგესალმებით ყველას და ვაგრძელებთ გადაცემას. ჩვენი ჟურნალისტი ნინო გელაშვილი იმყოფება ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრში, საიდანაც ჩაგვერთვება და მოგვიყვება ფოლკლორის ცენტრის პროექტის შესახებ, რომელმაც სხვადასხვა ანსამბლის სიმღერით და ქორეოგრაფიით გაერთიანა. ნინო, დილამშვიდობისა, გისმენთ. დილამშვიდობისა. დილამშვიდობისა. როგორც თქვენ აღნიშნეთ, ერთი საინტერესო პროექტის შესახებ მინდა მოგიყვეთ. ხინმა შეჰყარა სოფელი, ასე ეწოდება ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ახალ პროექტს, რომლის ფარგლებში დედაქალაქს რაჭის, ლეჩხუმისა და სვანეთის სალოტბარო სკოლის მოსწავლეები ესტუმნენ. პროექტის ფარგლებში 2 კონცერტი უკვე გაიმართა, ხოლო მესამე დასკვნითი საღამო დღეს გაიმართება. ჩემთან ერთად ახლა პროექტის მონაწილეები არიან, რომლებიც განვლილი საღამოს შესახებ მოგვიყვებიან, თუ რა შესრულდა და როგორი იყო მაყურებლის ემოციები. ჩემთან ერთად ახლა არის მესტიის სალოტბარო სკოლის ხელმძღვანელი ვახტანგ ფილფანი და მას გავესაუბრები. მოგესალმებით ბატონო ვახტანგ. მოგვიყევით, როგორ ჩაიარა კონცერტმა, რა შესრულდა, როგორი იყო თქვენი ემოციები და ყველაფერი განვლილი საღამოს შესახებ. კონცერტმა რა თქმა უნდა გადასარევად ჩაიარა, უღუნ არ გადავირიეთ. ძალიან კარგი პროექტია, მინდა გითხრათ. ლხინმა შეყარა სოფელი. იცით რომ ძველად ლხინი იყო ზუსტად ის ფესტივალი, რომელიც სოფელს ყრიდა, ანუ მთელი სოფლებიდან მოდიოდნენ ადამიანები და ფოლკლორულ სიმღერებს ასრულებდნენ და ამით თავსაც ირთობდნენ და ამ სიმღერებს უხანგრძლივებდნენ ცხოვრებას. ამ ბოლო დროს დაკარგვის საშიშროება შეიქმნა, მაგრამ არსებობს უნიკალური პროექტი სალოტბარო სკოლები, 47 სალოტბარო სკოლა არის საქართველოს თითქმის ყველა რაიონში და იქ ბავშვები უფასოდ 2000-ზე მეტი ბავშვი უფასოდ ეუფლება ქართულ ხალხურ სიმღერებს და საეკლესიო გალობას. ამაზე კარგი პროექტი ალბათ მოგონილიც არ იქნება. ამისთვის დიდი მადლობა ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრს, მის ხელმძღვანელობას, კულტურის სამინისტროს და ყველა იმ ადამიანს, რაიონების ხელმძღვანელებს, ვინც ამ საქმეში ხელს გვიწყობს. და რაც შეეხება ჩვენ კონცერტს, ძალიან კარგად ჩაიარა, ძალიან დადებითი ემოციებით ვართ დატვირთული და ეს დიდი სტიმულია ჩვენთვისაც და ბავშვებისთვისაც, რომ ესეთი კარგი შეხვედრა რომ ტარდება დედაქალაქში, სადაც უზრუნველყოფილი ვართ ბინით, ყვებით, გალობით, სიმღერით, molxenit, ხო იცით molxenaსაც ვახერხებთ საღამობით, ond ბავშვები არის ჩვენ უფროსები და მოკლედ ძალიან კმაყოფილები მივდივართ და იმედია რომ ეს პროექტი კიდევ დიდხანს ბევრჯერ გაგრძელდება, ბევრჯერ იქნება ჩვენს ესე ვთქვათ ქვეყანაში და იმედი მაქვს რომ ძალიან ბევრი ადამიანი ბავშვები შემოუერთდება ამ პროექტს და ამითი ეს ადამიანებიც ხომ გადარჩენილი არიან არასწორი გზით სიარულს და ფოლკლორიც და საეკლესიო გალობაც გადარჩენილია. მერწმუნეთ ესე იქნება. წარმატებები თქვენ. ძალიან დიდი მადლობა და თქვენი წვრილიც არის უდიდესი ამ საქმეში. ვცდილობთ რა თქმა უნდა. მადლობა. ჩემთან ერთად ასევე ამავე სალოტბარო სკოლის ლოტპარი მაგდა გოგოლაძე გახლავთ, რომელიც ბავშვებს გალობას ასწავლის და ახლა მასთან გადავინაცვლებ. მაგდა, მოგესალმებით. თქვენც მოგვიყევით, რა შეასრულეთ კონცერტზე და ზოგადად როგორია ხოლმე თქვენი ყოველდღიურობა, რას შეასწავლით ბავშვებს, ასევე მე რამდენადაც ვიცი გალობას უკვე ტაძრებშიც ასრულებენ და მოგვიყევით ზოგადად თქვენს შესახებ. დიახ, მოგესალმებით. ჩვენი საქმიანობა პირველ რიგში ეს გახლავთ ტრადიციული საეკლესიო გალობის შესწავლა, რომელსაც სალოტბარო სკოლები უკვე თითქმის 10 წელი ასრულებენ. მესტიის სალოტბარო სკოლისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მსგავს პროექტებში მონაწილეობა, რადგან ჩვენი მოსწავლეები იღებენ გამოცდილებას, თუნდაც იმით, რომ
ხედავენ თავიანთი თანატოლების მიერ შესრულებულ, ისმენენ მათი თანატოლების მიერ შესრულებულ საგალობლებს და ამით სწავლობენ და ამტკიცებენ იმას, რაც მათ აქვთ ცოდნა. ჩვენი ბავშვები დგანან თითქმის ყოველ კვირას ტაძარში, გალობენ, საეკლესიო ღვთისმსახურებაში არიან ჩართულნი, ასევე დღესასწაულებზე ასრულებენ საგალობლებს და ამით რა თქმა უნდა, მათი ჯანსაღი ცხოვრების წესის ჩამოყალიბებასაც ეძლევა საფუძველი, რადგან პატარაობიდანვე, მე-4, მე-5 კლასიდანვე ბავშვები ეზიარებიან მართლმადიდებლურ ქრისტიანულ ფასეულობებს. ძალიან დიდი მადლობა წარმატებებს გისურვებთ. ასევე ჩემთან ერთად ლენტეხის საოტბარო სკოლის ლოტბარი ზურაბ ლიპარტელიანი გახლავთ და მოდით ახლა მას ვკითხოთ მისი გუნდის შესახებ. თქვენც წარსდექით უკვე მაყურებლის წინაშე და მოგვიყევით როგორ ჩაიარა კონცერტმა. მოგესალმებით. პირველ რიგში მადლობით დავიწყებ. მინდა მადლობა გადავუხადო აზორ ერქომაშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრს, ბატონ გიორგი დონაძეს და მის გუნდს, კულტურის სამინისტროს, ჩვენ რეგიონს და ჩვენს მერს გიორგი გაზდელიანს, რომელიც გვერდში გვიდგას და მისი გუნდი და ძალიან დიდი მადლობა ამ ყველაფრით. რაც შეეხება კონცერტს, არაჩვეულებრივად ჩაიარა. ჩვენ შევასრულეთ 2 საგალობელი. სვანური სიმღერები, ჩოლორული და ლენტეხური ვარიანტი. რაც შეეხება ჩვენ სალოტბარო სკოლას, 100-ზე მეტი ბავშვი ყავს ჩვენ სალოტბარო სკოლაში და ეზიარებიან ქართულ ტრადიციულ გალობას და სვანურ ფოლკლორს. ამბობ მოხარული ვართ ამით, რომ აგრძელებენ ტრადიციას, რაც ჩვენმა წინაპრებმა დაგვიტოვა. ძალიან დიდი მადლობა. თქვენც უდიდეს წარმატებას გისურვებთ. ჩვენს მაყურებელს შევახსენებ, რომ აღნიშნული პროექტი ლხინმან შეჰყარა სოფელი ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ორგანიზებით და საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით იმართება და იქამდე სანამ დაგებშდობებით, მინდა რომ მუსიკალური ნომერი დაგიტოვოთ სწორედ ამ გუნდის შესრულებით. Kavulu gavxeda çavlu izverli xivarusi şalaşkara Kavulu gavxeda çavlu izverli xivarusi mijui şazangara Kavulu gavxeda ნინის მადლობა შესანიშნავ ანსამბლს ჩვენიერი იყო ეს ყველაფერი და რაღაცა კარგია ხო რა სხვაგან კარგი განწყობა შემოიტანა გამოგზაურის სვანეთში რეგიონებში ჩვენიერია დიდი მადლობა ახლა ვაგრძელებთ გადაცემას და ვისაუბრებთ რიგით 21-ე საერთაშორისო სააღდგომო ფესტივალის შესახებ თემაზე სასაუბროთ შემოგვიერთდა ფესტივალის დამფუძნებელი ორგანიზატორი მუსიკოლოგი ქალბატონი მანანა ხვედელიძე მოგესალმებით ქალბატონი მანანა მადლობა ჩვენთან მოგზაურობისთვის დიდი მადლობა თქვენს ტელეკომპანიას იმიტომ რომ აი ამ
21 წლის მანძილზე მუდმივად გვერდით ხართ და არ შემიძლია რომ ჩემი მადლიერება არ გამოვხატო ყოველი თქვენგანის მიმართ. დიდი მადლობა თქვენ ფესტივალის და ესე იგი პირველი ფესტივალი რომელიც 2006 წელს გაიმართა სწორედ პატრიარქ ილია მეორის კურთხევით შედგა გვახსოვს ეს ყველას და უკვე შეიძლება ითქვას მრავალწლიანი ისტორია აქვს ფესტივალს რომელზეც ჩვენ ვსაუბრობთ წელს გაიხსნა 19 მაისს და დაიხურება 14 ივნის და აი რომ მოგვიყვეთ როგორ მიმდინარეობს რითი არის წლევანდელი ფესტივალი გამორჩეული 5 ქალაქში იმართება როგორც ვიცით გახსნა ტრადიციულად თბილისში შედგა აი რითია გამორჩეული და ვინ მიიღო მონაწილეობა ვიცით რომ წლების განმავლობაში ცნობილი ვარსკვლავები იღებდნენ მონაწილეობას როგორც ქართველი ასევე უცხოელი კი ბატონო, კარგი შეკითხვაა, იმიტომ რომ ერთ-ერთი ჟურნალისტი მეკითხებოდა, რომ აი რით არის გამორჩეულიო და რა არის განსხვავებაო, აი დაახლოებით იგივე მკითხვაზეც უნდა გიპასუხოთ. იცით რა, მთავარი არის რომ უნდა შევინარჩუნოთ საშემსრულებლო მაღალი დონე. აი ეს არის ყველაზე მთავარი. ჩვენ საქართველოში განებივრებულები ვართ ძალიან საინტერესო და კარგი ფესტივალებით, რომელთა მიხილობა სწორედ აკადემიური ხელოვნება გახლავთ, ხო? მაგრამ რაღაცით უნდა გამოირჩე და აი ყოველთვის ვცდილობ რომ ამ ფესტივალში შემოვიტანო ექსკლუზიური პროექტები. რას ნიშნავს ექსკლუზიური? აი მუსიკოსი რომელიც არასდროს ყოფილა საქართველოში და პირველად უნდა ჩამოვიდეს და მიიღოს მონაწილეობა ამ ფესტივალში. ასეთ იყო წელს ერთი არაჩვეულებრივი კოლექტივი, ტრიო ვეკანდო, რომელიც პირველად ჩამოვიდა. ვერიკო ჭუმბურიძე, ჩვენი რომელიც დღეს ახლა გერმანიის რეზიდენტია თავის კოლეგებთან ერთად, ის ხშირად ჩამოდის და ღებულობს მონაწილეობას, მაგრამ მთელი ეს წლები ვაკვირდებოდი, ვსწავლობდი მის შემოქმედებას, რა თქმა უნდა ვიცნობდი, მაგრამ არ ვეკარებოდი. და ბოლოს უთხარი რომ მე უნდა ვეცადო წელს როგორმე ჩამოვიყვანო ტრიო, რომელშიც შენ მონაწილეობ, იმიტომ რომ ეს არის სრულიად განსაკუთრებული შემოქმედებითი კულტურაა მათი და ჩამოიყვანა თავისი ორი კოლეგა, ეს იყო ფორტეპიანო, ვიოლინო და ჩელო. ჩელოსთვის მომიწია დამატებით კიდე ერთი ბილეთი შეძენა პრემიის, რომ ის ყველაფერი ფინანსებთან არის დაკავშირებული, რა თქმა უნდა, და მართლაც გამართეს დაუვიწყარი საღამო. და მოდით აქვე ვიტყვი რომ წელს რა თქმა უნდა მის უწმინდესობას ილია მეორის ეკუთვნის ეს ფესტივალი მას მიუძღვენით რა თქმა უნდა და ეს იყო მთავარი ვალდებულება არ ქონდა მნიშვნელობა ეს იყო უცხოელი თუ იყო ქართველი რომ აუცილებლად ერთი ნაწარმოები უნდა შეესრულებინათ ფესტივალის ფარგლებში და ტრიო ვეკანდომ შეასრულა წმინდა უღმერთო და როდესაც თელავში წავედით, თელაველები ყოველთვის რაღაც განსაკუთრებულ ზეიმს აწყობენ ხოლმე თელავში და ისეთი მოულოდნელი იყო ჯერთი იგალობეს ტრიოსთან ერთად წმინდა უღმერთო და შემდეგ მოულოდნელად აი ზევით მეორე სართულზე აივანზე წამოდგა დაახლოებით ერთი ალბათ 100 კაცი და იგალობეს ალელუია უწმინდესის და მერე დააყოლეს მრავალჟამიერი. ეს იყო მართლა ზეიმი იყო, მოულოდნელობა იყო მართლაც. შემდეგ აი ვსკოთ ეს პროექტი რომელიც კი თბილისი და თელავი. შემდეგ იყო ასევე ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი. მე ყოველთვის ვცდილობ ხოლმე რომ რაღაცა ჩემი შინაარსი ჩავდო, არასდროს არ თანხმდები იმას, რასაც მუსიკოს შემსრულებელი მთავაზობს ხოლმე, იმიტომ რომ ესეც ექსკლუზივია, ხო, რაღაცით უნდა განირჩეს სხვისგან. და რადგან მე ჯაზის სტილების ისტორიას ვკითხულობ კონსერვატორიაში, რაღაცა სუცილობ ხომ რაღაცა ჯაზი ოდნავ მაინც შევაპარო. 21 საუკუნეა აღრეულია ჟანრები, ქვეჟანრები და ასე შემდეგ და არ უნდა შეგვეშინდეს ასეთი ექსპერიმენტების და მართლაც საღამოს დავარქვი მოულოდნელობის 88 კლავიში, კლასიკა, ჯაზი, კლასიკა და მოვიწვია აკადემიური მიმართულების დავით დათუნალადაშვილი და გოგა შავერზაშვილი ჩვენი ასე ვთქვათ ორივე პროფესორი კონსერვატორიის და მათ შეასრულეს ძალიან ცნობილი აკადემიური ნაწარმოებები ჯაზური მიხრილობითაც. ასე რომ ძალიან მომგებიანი აღმოჩნდა და მე ვფიქრობ რომ ეს თემა და ეს იდეა უნდა განვავრცო მომავალში და შეიძლება რაღაცა პლასტიკად შემოვიტანო. ნახოთ მოკლედ როგორ განვითარდება მოვლენები. ქალბატონმანა, აი თქვენ აღნიშნეთ რომ ყოველთვის ვცდილობ რომ ისეთ ადამიანებს მივაღებირო მონაწილეობა, ვისაც აქამდე არ მიუღია და არის თუ არა ასეთი ვთქვათ ფრანჩესკო ბარბაჯელატო, რომელიც ჩამოდის საქართველოში და ზეგინდელ კონცერტში მიიღებს მონაწილეობას. ეხლა ამ წუთში არის თვითმფრინავში, ვიცი ზუსტად რომ გამოფრენის წინ მითხრა რომ აი ეხლა ვждები თვითმფრინავშიო და ეს არის არა ასაკიანი, ძალიან ახალგაზრდა, ძალიან სიმპათიური მუსიკოსი, რომელსაც მიღებული აქვს ძალიან მრავალმხრივი განათლება. აი თუ შეიძლება ვისარგებლებ ამ ჩემი ჩანაწერით. ესე იგი მას დამთავრებული აქვს კომპოზიცია, არის სცენის პიანისტი, რეპეტიციის პიანისტი, სასცენო მუსიკის ხელმძღვანელი, მუსიკისა და გამოსახულების სპეციალისტი და ასე შემდეგ.
და ეს არის ადამიანი, რომელიც აი ამ სწავლა-განათლების შედეგად ფლობს რამოდენიმე ძალიან მნიშვნელოვან სპეციალობას. პირველ ყოვლისა ის არის კომპოზიტორი, წერს მუსიკას, ის არის ძალიან ცნობილი არანჟირების ოსტატი, მაგალითად ენიო მორიკონე აქვს დამუშავებული ძალიან საინტერესო და ეს არის მნიშვნელოვანი. ასევე გახლავთ ძალიან კარგი პიანისტი, ის კონცერტმაისტერიც არის და ასწავლის, ასე ვთქვათ, აი ამ ხელობას, თავიდან ხელობა, მე იქცება ეს ხელოვნებად ხოლმე, ხო? და რაც ყველაზე მთავარია, ის გახლავთ ძალიან ცნობილი კონცერტმაისტერი, რომელიც აი პუჩინის სახელობის ძალიან ცნობილ ფესტივალ კონკურსს ხელმძღვანელობს, როგორც წამყვანი კონცერტმაისტერი. თანამშრომლობს პლასიდო დომინგოსთან, ახლა ვინც ვიცით ჩვენ გვარები აქ და არა მარტო ისინი, ძალიან ცნობილ, როგორც უკვე 8 წლმოსინა, ასევე ახალგაზრდა მომღერლებთან, რომელთანაც აი უწევს ერთი მუშა პროცესი და შემდეგ უკვე საკონცერტო მოღვაწეობა. ეს არის ძალიან ცნობილი მუსიკოსი, რომელიც პირველად ჩამოდის საქართველოში და ესეც, ვთქვათ, ჩემი ის იყო განსაკუთრებული სურვილი, რომ აუცილებლად შეხვედრილი იყო ჩვენი საოპერო ხელოვნების გამორჩეულ მომღერალს. და დღეს ერთ-ერთი ესეთი ყველაზე ინტელექტუალური გახლავთ სალომე ჯიქია, რომელსაც ჯერ დამთავრებული აქვს მანნა დოიჯაშვილთან საფორტეპიანო განყოფილება და შემდეგ ყოველთვის უნდოდა ეს სიმღერა და არაჩვეულებრივი სოპრანო დადგა. ის მას აქვს ერთ-ერთი ყველაზე მეტი გასტროლი საქართველოში, ვინც არის, ესე იგი მომღერლები, ძალიან ისეთ მოგრძალებული ადამიანია, მაგრამ სინამდვილეში ძალიან არამოგრძალებული შემოქმედების ბიოგრაფიის მქონე და მე ვფიქრობ, რომ სალომესთვისაც იქნება ძალიან სერიოზული და ძალიან საინტერესო გამოწვევა, რომ შეხვდეს ფრანჩესკო ბარბაჯელატას და როგორც ხდება ხოლმე აი წარსულ წლებში, როდესაც დავა მეგობრე, შემდეგ ისინი აგრძელებენ ხოლმე არა მარტო მეგობრობას, არამედ შემოქმედებით ურთიერთობას და მე ვფიქრობ, რომ ძალიან საინტერესო საღამო უნდა შედგეს ზეგ, ანუ 12 ივნის კონსერვატორიის დიდ საკონცერტო დარბაზში. ამ ფესტივალის კონცერტები ყოველთვის საღამოს 7 საათზე იმართება და მოფიქრებული აქვს ძალიან საინტერესო სიურპრიზებიც და რა თქმა უნდა, აქაც უწმინდესის ნაწარმოები გაჟღერდება. არ შემიძლია რომ ფრანჩესკოს არ გადაუხადო, ძალიან დიდი მადლობა. იმიტომ რომ გაუგზავნე სალომემ თქვა რომ აი ავე მარიას მიმღერებო და გაუგზავნე ნოტები, მაგრამ ეს იყო პარტიტურა და ნუ სადღაც ერთ საღამოშიო არაჩვეულებრივი მუსიკაო მომწერა ფრანჩესკო ბარბაჯელატამ და მან დაამუშავა, ეს ადაპტირება გააკეთა, ეს არის უკვე საფორტეპიანო თანხლებით სოპრანოსთვის სოლო. აი ნახოთ ხო, ანუ ამ წელს უწმინდესის ნაწარმოებმა ესე ვთქვათ ახალი სიცოცხლე შეიძინა შეიძლება. იცით რა მთლად ახალი სიცოცხლე კი, მაგრამ საერთაშორისო რეზონანსი აქვს უკვე ამ ნაწარმოებებს და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. თუ რაღაცა ვინმე გააკეთა კარგი ჩანაწერი, მე ამის თანხა არ მაქვს, რომ კონცერტები ჩავწერო, რა თქმა უნდა, მაგრამ თუ ვინმე გააკეთა, მე ვეცდები, რომ ეგრეთ წოდებულ YouTube-ზე, პლატფორმაზე ავტვირთო, რომ კიდევ უფრო მეტმა გაიგოს რა მუსიკა დაგვიტოვა უწმინდესმა. მართლა ძალიან საინტერესო ვერსია იქნება, რაზეც ახლა თქვენი საუბრეთ და დავალდებით YouTube-ზე ატვირთვას, რამდენად იზრდება და ფესტივალთან ერთად ვითარდება მსმენელი, მაყურებელი, იმიტომ რომ ჩვენს ქვეყანაში მუსიკა უყვართ, ესმით თელავი არახეთ, ახლა თელავში განსაკუთრებულია და ამიტომ სხვა ფესტივალის ტარდება მუსიკალური. როცა უყურებთ თქვენ და აკვირდებით, მსმენელს რამდენად გიწყობთ ფეხს? ჯერთი დავიწყოთ, რომ ისედაც ფიზიკურად იზრდებიან, იმიტომ რომ 21 წელია ფესტივალის და ვინც იყო, რა თქმა უნდა. ნუ ჯერთ ყოველთვის ვეპატიჟები ხოლმე მოსაწვევებით იმ ადამიანებს, რომელთა აზრი მე ძალიან მაინტერესებს. ესენი არიან ჩემი ყოფილი პედაგოგები, ლექტორები და ასე ის ადამიანები, რომელთა აზრი და სხვათა შორის პირუთვნელი არის ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ყოველთვის ვითვალისწინებ ამას. რაც შეეხება, იცით როგორ არის, რა თქმა უნდა კონსერვატორიელები, ბავშვები, სტუდენტები ესწრებიან ამ საღამოებს, მაგრამ რაღაცნაირად მაინც ვერ შევქმენი უფრო მეტი საინტერესო ურთიერთობის საშუალება არა კონსერვატორიულ ეს იყო ჩემი კითხვის არცემით ამიტომ კონსერვატორიის ან იმ პროფესიის ან იმ სფეროს ადამიანს რო აინტერესებს, მიდის, ფიქრობს ეგ ჩვეულებრივი ამბავია ალბათ მეტნაკლებად. აი არა მუსიკოლოგი, არა კონსერვატორიაში მომუშავე, არა მომღერალი, რიგითი ხალხი თუ ესწრება და დადის ეს არის მნიშვნელოვანი. იცით რა შეა საქმე, მიზეზი ცოტა უფრო ღრმად
ესეთ მნიშვნელოვანია, ვიდრე უბრალოდ აი ზერელეთ რო გიპასუხოთ ახლა. ესე იგი, ჩემს ბავშვობაში იყო ვალდებულება ამ 7 წლების დასრულების რა. და ეს პირველ ყოვლისა 6 წელი სხვადასხვა. და ეს მარტო ნოტებს კი არ ასწავლიდა, პირველ ყოვლისა ინტელექტს ძენდა ბავშვს და ჩვევას და კულტურას რომ გაარჩიოს კარგი და ცუდი. სამწუხაროდ ეს ტრადიცია დაიკარგა და თუ არ არის ისეთი ოჯახი, სადაც არის მუსიკის მოყვარული მაინც ადამიანი, ბავშვი ზერელეთ, იმიტომ რომ ეხლა იმდენი გასართობია დაწყებული ამ ინტერნეტით და ასე შემდეგ, ხო? და მე იცით რა არის საქართველოს და კერძო თბილისი ძალიან განებივრებულია ძალიან ბევრი ჟანრობრივად მრავალფეროვანი საღამოებით. ერთდროულად იმართება. და კიდევ პრობლემა რაშია, იცით, როდესაც ეს ფესტივალი იწყებოდა 21 წლის წინ, სულ 2 ფესტივალი ტარდებოდა ამ პერიოდში. ახლა ნუ ყველა მოინდომა რომ ესე იგი ზოგს თარიღის გამო აქვს, ზოგს არათარიღის გამო აქვს და ასე შემდეგ და ერთდროულად მიდის რამდენიმე ფესტივალი. და კონკურენცია მაღალია, ხო, შესაბამისად. იცით რა, მაღალია და პირიქით იცით რა არის, ამ შემთხვევაში კონკურენციაზე კი არ არის საუბარი. თავად უნდა განსაზღვრონ ფესტივალის დამფუძნებლებმა და ორგანიზატორებმა რომ იჩაგრება რომელიღაც ერთი ან ორი ფესტივალი აუცილებლად დაიჩაგრება. მიხდით? ამ შემთხვევაში სარგლომო ფესტივალი არ იჩაგრება ხოლმე. გაბატონო მარინა, აი ქუთაისის კონცერტზეც რამდენიმე სიტყვა რომ გითხრათ და 14-შია დახურვა, ვიცით, ფესტივალის და როგორ გაქვთ ეს დაგეგმილი? კი ბატონო, ძალიან მოკლედ გეტყვით, არ მინდა გამოვტოვო, ესე იგი 4 ივნისს ჩატარდა კიდე ბორჯომში ანსამბლ სათანაოს კონცერტი, რომელმაც მართლა არაჩვეულებრივი პროექტი აქვს შექმნილი, სიმღერით მოთხრობილი საქართველოს ისტორია და ეს შედგა ეს პროექტი და მე მინდა გოგონებს ყველას ძალიან დიდი მადლობა გადაუხადო. რაც შეეხება ქუთაისის საღამოს გითხარით, რომ აი თბილისში იყო ეს მოულოდნელობის 88 კლავიში, ნუ დათუნა ალადაშვილი იცით ახლა რომ თან გარდა მისა რომ კარგი მუსიკოსი არის, ძალიან კარგი წამყვანი და ეგეთი ფეიერვერკული შინაარსი შექმნა და ამისთვის დათუნასაც ძალიან დიდი მადლობა. თუმცა ნუ გოგა შავერძაშვილი იყო მთავარი აქცენტი, იმიტომ რომ ის იმპროვიზაცია, რომელსაც უნდა შეეჭიდო კლასიკური მუსიკის შექმნა საკმაოდ ელეგანტურად, არათავს მოხვეულად, ხო, აი ეს იმპროვიზაციის ნაწილი ეს გოგამ შეძლო და ამისთვის მას ძალიან დიდი მადლობა. და ნუ ბათუმი ყოველთვის ცდილობს ხოლმე რომ მათთან დავხურო ხოლმე ფესტივალი, თან იცით რა არის, აი განსაკუთრებით მინდა ხოლმე ესეთი საპატიო სტუმარი წავიყვანო ზღვის სანაპიროზე, რომ რა მაინც ნახოს საქართველოს ხო და ამიტომ აი ეს ფრანჩესკო ბარბაჯელატა და სალომე ჯიქია მიმყავს, ესე იგი ბათუმში წინადღით ჩავალთ. და ეკნებათ იმ საღამოს რაღაც საშუალება რომ სანაპიროზეც გავიდნენ და დაათვალიერონ რომ ეს მართლა ძალიან ლამაზი ქალაქი და შემდეგ უკვე შედგება კონცერტი და ამით საზეიმოდ დაიხურება ფესტივალი და აუცილებლად რადგან სახელმწიფო ორგანიზაციები აფინანსებენ მხოლოდ ამ ფესტივალს და თითოეულ ორგანიზაციას მინდა ძალიან დიდი მადლობა გადაუხადო, იმიტომ რომ რომარად მათი თანადგომა აკადემიურ მუსიკას ჭირდება, ეს აუცილებლად ჭირდება ეს დახმარება და ეს არის რა თქმა უნდა საქართველოს კულტურის სამინისტრო, ეს არის მოქმედებითი საქართველო, ეს არის ქალაქ თბილისის მერია, ეს არის რეგიონების ყველა მუნიციპალიტეტი აბსოლუტურად და დიდი მადლობა უნდა გადაუხადო ასევე იტალიის ელჩს საქართველოში, იტალიის საელჩო ყოველთვის გვერდით უდგას ფესტივალს და აი ფრანჩესკო ბარბაჯელატა სწორედ მათი მეუხებით მოფრინავს ახლა მოფრინავს მილანიდან თბილისში. და დიდი მადლობა თქვენ დამფუძნებელს და ორგანიზატორს ამ ფესტივალისა. მადლობა. ქაბატონი მარინა ხვედელიძე, როგორც აღმოჩნდეთ, ფესტივალის დამფუძნებელი და ორგანიზატორი საუბრობდა სტუდიაში. განვაგრძობ გადაცემას და გეტყვით, რომ გალერეა ვანდაში მხატვარ თამაზ ვარვარიძის საიუბილეო თარიღისადმი მიძღვნილი გამოფენა გაიხსნა. გამოფენასთან ერთად გაიმართა მხატვრის შემოქმედების ამსახველი ალბომის წარდგინებაც და ექსპოზიციაზე უფრო დეტალურად ჩვენი სიუჟეტით მოგვითხრობთ. ეს არის ის ნამუშევარი, რომელიც მოგახსენეთ, წესრიგი, რომელსაც ქვია და ამის მრავალი ვარიანტები მაქვს პრინციპში. და ამის საფუძველზე დაერქვა ამ გამოფენას სათაურად წესრიგის ფრაგმენტები. პლასტიკური ტრანსფორმაცია, ინდივიდუალური ხედვა და მაღალი პროფესიული დონე, რაც დამთვალიერებელს ცხოვრებისეულ კანონზომიერებაზე დააფიქრებს. თანამედროვე ქართული გრაფიკული სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებლის, გამორჩეული ფერმწერისა და პედაგოგის თამაზ ვარვარიძის ნამუშევრების გამოფენას გალერეა ვანდა მასპინძლობს. ექსპოზიცია სახელწოდებით წესრიგის ფრაგმენტები ხელოვანის საიუბილეო თარიღს ეძღვნება. თუ დააკვირდებით, აქ არის
სიმბოლოებზე და ქვე აზრებზე აგებული. სიცარიელის გემო და მოიცავს მრავალ ის თქვა რაღაც იდეებს. აი მაგალითად ამას ქვია ვიქტორი. მაგრამ ეს გამარჯვება არ არის სინამდვილეში. სინამდვილეში იმიტაცია გამარჯვების. შეიძლება რაღაც მიუსადეგო ჩვენ დღევანდელ ცხოვრებასაც. საგამოფენო დარბაზში წარმოდგენილია თამაზ ვარვარიძის 70-იანი წლებიდან დღემდე შექმნილი ფერწერული და გრაფიკული ნამუშევრები. ეს გამოფენა გახლავთ ერთგვარად რეტროსპექტიული, თუმცა რეტროსპექტივა არ ქვია მას. აქ არის სხვადასხვა პერიოდში შესრულებული ნამუშევრები, როგორც ძალიან ძველიც არის რამდენიმე საკმაოდ ცნობილი ნამუშევრებიც არის, რომელიც ექსპონირებული იყო სხვადასხვა ქვეყნებში. გალერეა ვანდაში ექსპოზიციასთან ერთად დამთვალიერებელი თამაზ ვარვარიძის საიუბილეო თარიღისადმი მიძღვნილ ახალ ალბომსაც გაეცნო. კატალოგი საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით გამოიცადა. მასში წარმოდგენილია ხელოვანის როგორც ცნობილი, ისე აქამდე უცნობი ნამუშევრები. ბატონ თამაზთან ჩვენ გვაკავშირებს ჩვენ გალერეას მრავალი წლის თანამშრომლობა, მეგობრობა და ვფიქრობ, რომ საიუბილეო თარიღი, რომელსაც მიეძღვნა დღევანდელი გამოფენა და ასევე არაჩვეულებრივი წიგნის პრეზენტაცია, ეს იყო მიზეზი იმისა, რომ ჩვენ გაგვიჩნდა სურვილი გაგვეკეთებინა წიგნის პრეზენტაციასთან ერთად რეტროსპექტული გამოფენა, სადაც ჩვენ წარმოვაჩენდით თამაზის სხვადასხვა პერიოდში შექმნილ ნამუშევრებს. თამაზ ვარვარიძე ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურა არის ქართულ ხელოვნებაში. ჩვენ ჩავთვალეთ, რომ ამ ექსპოზიციაში ძალიან საინტერესო იქნებოდა გვეჩვენებინა მისი ფერწერული ნამუშევრებიც, რა თქმა უნდა, გრაფიკასთან ერთად. რომლებიც გამოირჩევა არაჩვეულებრივი სინანტიფით, გემოვნებით, კულტურით. არ ვლაპარაკობ იმაზე, რომ პროფესიონალიზმი უმაღლეს დონეზე არის აყვანილი, მაგრამ ის ძალიან დახვეწილი კომპოზიციების, არაჩვეულებრივი ფერთა გამა, ძალიან თავშეკავებული და თან ძალიან ჟღერადი. ეს ყველაფერი გამოარჩევს მის შემოქმედებას და მისი ფერწერა არის თითქოს მისი გრაფიკული ნამუშევრების გაგრძელება. ეს ერთმანეთში ძალიან ეს ორგანულად გადადის ეს ყველაფერი და საერთო ჯამში ქმნის ერთ არაჩვეულებრივ სურათს, არაჩვეულებრივ ატმოსფეროს, რომელიც უფევს დღეს აი ამ დარბაზებში. თამაზ ვარვარიძე მე-20 საუკუნის 70-იანი წლების ქართველ მხატვართა თაობის ინდივიდუალური შემოქმედებითი სახის მქონე წარმომადგენელია, რომელმაც გრაფიკოსთა და გრაფიკოს დიზაინერთა არაერთი თაობა აღზარდა. მთავარი პრინციპი, რომელსაც მხატვარი მე-20 საუკუნის 70-იანი წლებიდან დღემდე ამკვიდრებს, კონცეპტუალიზმის ფორმალური ძიებებია, რომლებიც კომპოზიციებში სივრცის ესთეტიკური ორგანიზებით ხასიათდება. ძალიან დიდი გემოვნებით, აფინირებული იოლი ხერხებით მიღწეული მაღალ მხატვრული ნაწარმოებია და ვითომ და იოლად, მაგრამ ძალიან ამის უკან ბევრი რამ ნაფიქრი კონცეპტუალურად ჩამოყალიბებული მთლიანობაში არაჩვეულებრივი გამოფენა უოცავ ბატონ თამაზ ვარვარიძეს მათ საიუბილეო კატალოგსაც. ბატონი ვარვარიძე არის მრავალი წლის კათედრის გამგე გრაფიკის, წარმატებული არაჩვეულებრივი პედაგოგი, არაჩვეულებრივი მხატვარი. ჩვენ დავსწრებთ არაჩვეულებრივ მართლაც ძალიან მაღალ დონეს გამოფენაზე. უპირველეს ყოვლისა არის ძალიან დიდი გემოვნება, ინტელექტი და გააზრებული ყოველი შტრიხი და ხაზი და ტონი.
ულამაზესი ფერწერა, რომელიც წარმოდგენილია ამ დარბაზებში, გულგრილად არავის არ ტოვებს და მე დიდი ხანია ვიცნობ თამაზის შემოქმედებას და ყოველთვის ხიბლავს მისი აი ეს დამოკიდებულება ძალიან თანამედროვე, ძალიან ლაკონური და ზოგჯერ მინიმალისტურიც კი უღრმეს შტაბ-ჭრილებას ტოვებს ნახველზე და ეს არის ძალიან დიდი მიღწევა შემოქმედისთვის. თამაზ ვარვარიძის საიუბილეო თარიღისადმი მizღვნილ გამოფენას წესრიგის ფრაგმენტები გალერეა ვანდა 26 ივნისის ჩათვლით უმასპინძლებს. ზეგი ვისაც აქვს სურვილი შეუძლიათ დაათვალიერონ ეს გამოფენა, თქვენ კი მადლობა ყურადღებისთვის და ბედნიერ დღეს გისურვებთ. ბედნიერ დღეს გისურვებთ, მადლობა რომ გვიყურეთ. კახა მიქიაშვილი და ელისაბედ აბულაძე მუშაობდით თქვენთვის სტუდიაში. ნახვამდის. დროებით.